უბრალოდ ვისაუბროთ, რა სახის აქცია არის, ანუ რა საპროტესტებთ და მოკლედ აქციის მიზანი, ანუ ბევრს ეგონა რომ ჩვენ პროტესტების ტესტების გართულებას, ეს ასე არ არის. გართულდეს, არ გვაქვს პრობლემა, უბრალოდ ამის შესახებ უნდა ვიცოდეთ ჩვენ დროულად. 3 დღით ადრე, როცა ბავშვები არიან სტრესში, ნერვიულობენ, ემზადებიან, რაღაც ერთი ამბავი აქვს, უცებ იგებენ სიახლის შესახებ. და ეს სიახლე რაც უნდა კარგი იყოს მათთვის, მაინც სტრესულია და მაინც რაღაცა სიახლეა და სიახლის ყოველს ეშინია ხოლმე. ამიტომ არ არის სასურველი და უმჯობესია ჩვენი უფლებაც არის რომ ადრე ვიცოდეთ ამ ყველაფრის შესახებ და მოვითხოვთ რომ სამინისტრო მოგვექცეს ისე როგორც ადამიანებს და არა როგორც რობოტებს, რომელსაც ნერვი არ აქვთ. ჯობია ისწავლო, ვიდრე აქციები დახარჯოთ, რომ ადრეც გავშევთ ხოლმე რომ შეადო იმ სტუდენტებს, აბიტურიენტებს, რომლებიც რაღაც საპროტესტებენ, ეძახიან ისეთ ხო, როსნების აქციაც კი ვეწოდ. ზუსტად მაგას ვამბობ, რომ არ გვაქვს ჩვენ პრობლემა აქციის გართულებასთან. გართულდეს, პირიქით მივესალმები, მიმაჩნევა საჭირო არ არის ამდენი უნივერსიტეტი და ამდენი სტუდენტი, რეალურად არაფრის გამკეთებელი და მე დიპლომიანი ტაქსები ეს არის მარაზმი, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება, რომ გამოცემამდე ადრე ვიცოდეთ ცვლილებების შესახებ და ეს ბოლო მათი გადაწყვეტილება იყო ბოლო წვეთია, ასე თქვა, რამაც ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია და რეალურად ჩვენ ეს ყველაფერი გვიგროვდებოდა დიდი ხნის განმავლობაში. საატესტატოზე არსებული ხარვეზებით მართლა რთულია, როცა კომპიუტერთან ზიხარ, შენი ბედი წყდება და კომპიუტერი ხან ითიშება, ხან ჭედავს, ხან პასუხებს არ აგდებს. ეს ყველაფერი არის სტრესული და ამას ვაპროტესტებთ, რომ უფრო ადამიანურად მოგვეპყრან. თუ არ შეიცვალა იგივე ეს თქვა ფულის რაოდენობა, თქვენ არ გაიგეთ, ამდენი ფული ხარდება ეს დავალება. ანუ დაწესვა მაგას ვსწავლობ, ვერ გეტყვი, იმიტომ რომ რთული ამდენ აბიტურიენტს უთხრა რომ არ დაწერა, მოდი, ანუ ყველა მაინც აწერს, იმიტომ რომ მაინც თავიანთი ბედი წყდება. უბრალოდ თუ არ გამოსწორდება ეს შეცდომები და მე ვიცი რომ წინა წელსაც იყო, რომ 18-ის მაგრამ 20-ის შეცდომა იყო და ბევრი პრობლემა იყო. და ალბათ უფრო მასშტაბურ აქციებს გავაკეთებ და ცოტა სხვა ზომებსაც მივმართავთ, რომ როგორმე აზრზე მოვიყვანოთ. არის პასუხისმგებელი განათლების სამინისტროში ეროვნული გამოცდილების მე მეჩნია რომ მთავარი პასუხობრივი მაინც განათლების სამინისტროზე მიდის და შემდეგ ეროვნულ ცენტრს. და ბოლოს თქვენ თავი ლოზუნგი რა არის? ჩამოყალიბდით.